ცალთირკმელიანი ნუნუ შემხვდა, გამომიაროს ყავაზეო. ყავა კი არა ნუნუს ნერვები მაქვს ახლა კაცო. რატო წადი გაერთობი? თირკმელზე და ფეხების დაციებაზე ილაპარაკებთ გოგოები. დედა რასაც აცილოა. უი რა მოიფიქრეთ ისე კლასმა ბანკეტზე, ჰა? კლასმა არ ვიცი, მაგრამ მე მოვიფიქრე რომ არ მივდივარ. ბანკეტის კაპის შემცმელი არა ვარ. რატო გოგო ლამაზად იქნები? ცხოვრებაში ერთხელ ხო უნდა იყო კაცო ლამაზად. რას ნიშნავდა ეხლა იქ? ანასტასია სულ მახინჯურად აცვია ხოლმე. სხვა ბავშვები ძებს ლამაზად აცვიათ სულ და ამას კიდე დაგლეჯილი ჯინსები. კუმფეხი გამოყო. მოგიწევ შენი გაზგარეში სახში დაჭირა და ნახავრაც მოგივა. ლაჭარი ბავშვი. აბა ჩემი ბანკეტი 98-ში დიდი დუჟოკი გქონდა ნაქირავები და რაც ჩვენი დრო ვატარეთ. აფსოს. ანასტასიას ბანძური ბანკეტი ექნება და ხეული ჯინსებით რომ მივა. ერთი შანსი დაგჭირ თუ არ გინდა რომ საშინელება შეკინთხოს. არაფერიც არ მომივოთ ყვილად ბლადაობ. და სად გაქრა კაცო ეს ბავშვი აქ არ იყო? ომარიკო. ბავშვებთან გაიპარებოდა ეზოში არ ინერვიულო. ვაშო ვიღაცა მთვრალი კაცები გვეძახიან. ბავშვებო მოდით ერთ წუთი აქეთ გეგენაცვალეთ. უშანგი ეგში გაბოლობდე, ბოლობდე. ვაშო შენი მიდი. გამარჯობა. ბავშვებო თქვენ გენაცვალოთ, გელაცია. ოფშურის ბავშვები არიან ესენი. მაღაზიაში გაგზავნოთ თუ გინდათ პირდაპირ გვითხარით. უშანგი ნახეთ ბები არის. მაღაზიაში თუ გაგვეგზავნოთ 4 შემოგვაგდა. 4 არის. 4 არის ბიჭო რა არის ამ ხელა კაცმა? უნდა მოდი აქ გაგვისინჯე ეხლა. არ შეიძლება ეგ ჩემთვის. ერთი ჩიქა ახლა არაფერს არ გისავს. ხო აგერ ეს ბიჭი დალევს, ოღონდ შვილი წვი და ხელი გამოიყიდო შეიძლება რა. მე დამილევია აქამდეც. გამოცდელი მსმელის გოლია. ურიფს აკეთებს ეს კაცი. უყელი გამიცხედა. რა მაგარია. ნახე კაცები შოვენ ბირჟაზე, ეხლა კიდე ვიღაცა ბავშვები ყავდათ მიყვანილი, იმათაც ასმევდნენ. ეს ბავშვები კიდე შტერები რა, ვერ გავიგე რა უბედურებაა კაცო. ომარიკო მოხვედი? რა გჭირს კაცო? აუ მაგარი მეძინება დი. აუ სიგარეტი მინეთები უნდა დავანებო. რა იყო ულბაშები გიყვითლდება? არა, просто ამბოლოდრო ზახველება დამაწყებინა და ინგას ვეთქვი გაციებული ვარ მეთქი. ერთი თვე ხოლების სამლებსობს უთყუილა. მე კიდე მგონია რომ სიგარეტს რომ დავანებო, თავი მაგარი გოიმი გავხდები. ეგ უფრო სიგოიმია სიგარეტს რო ეწევი მაგარი ტიპობის გამო. სიგარეტი კაი ტიპად ვერ გაქცევს. აუ მე მგონი დედა ჩემი წხვდება უკვე რაღაცას, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობს, იმიტომ რომ თვითონაც ეწევა და მამა ჩემს უმალავს. მოიცანო შეცვალო და დედა შენიც მალავს. მამაშიც იქნება უეჭველი რაღაცა დამალული. ხო, ეს სიგარეტის ყოლობი მამა ჩემთან ვიპოვე. ოღონდ დედა ჩემაც ერთის მამა ჩემი რა ეწევა. თიკო ვაფშე იცნობთ ოჯახში ერთმანეთს? გოგოებო, ერთი ღერი ხوار გექნებათ შემთხვევით. კი, ქალბატონო, ინებით. თეკლა მოუკიდე რა. არაფერს. აუ, საიდანღაც მიცნო ის ქალი. ვერაფერს ვერ მიხვდნენ, სიგარეტს ეწეოდა კი. აჰა, გასაგებია. ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში სოფა შეგაწუხე ასეთ საქმეზე. არა გოგო, კაი ერთი რა შემაწუხე. პირიქით მადლი იყო ხა ჩემზე ეს სიგარეტი. არა განერვიულებული ვარ და. არა თიკო ვერ გამოვალ დღეს ინგას ვეხმარები. არ გავდივარ არსად. ინგა ბანაკში მივდივარ და უნდა გამიშვა. ხო, ეხლა კაი დროსია. ადრე უნდა გამეშვი პრიუტში. რა პრიუტი ბაქსუდის ბანაკია. ალტე უნივერსიტეტი არჩევს ბავშვებს, მე რო დავდივარ. ეგ ბანაკი? ხო, არ ვიცი მოვიფიქრებ. ისე ძალიან ცუდად მახსოვს ბავშვები და რომ მემუქრებოდი პრიუტით. იმინე მეშინოდა. ხო, ისე შენ სულ გეშინოდა ხოლმე მაგის. ბოლოს ერთხელ ისე დაიმალე ლოგინის ქვეშ პატრულმა გიპოვა ძლივს. ბავშვობაში მაგარი დოჟა ვიყავი. გახსოვს ის წითელი ქუსლიანები რო გაგიფუჭე? შენ გააფუჭე გოგო ეგ?
Დაიმე დღემდე მგონია რომ ჩემმა მეგობარმა თეონამ გამიფუჭა, კაცო. აღარ გვილაპარაკია ფაქტობრივად მაგის მერე. Კაი 11 წელია ისე გასული. ხო მეორე კლასში ვიყავი მაშინ და მაგრა გამივიდე ეგ ტყუილი. თიკო რა შვები შენ რა გარკვევი ბაგს უძე. ინგამ რავი მოვიფიქრიფო და იმედია რომ გამომიშვებს. იმ პირობით გაგიშვებო მარიკოსაც თუ წაიყვან. უნივერსიტეტი არ შევსმეთქი ბავშვებს და რა ომარიკო? აუ მინდა მეც წამიყვანი რა მარტო შენ რო დადიხარ ყველგან. დედა ატყდა ახლა ესეც. მეც მაგარი ვარ ამ მათქმევინა კაცო. ინგა პრიუტით შეეშინე მიდი. რავი მე მეშინოდა. ადრე უფრო აშინებდა ხოლმე კაცო ეგ ბავშვებს ახლა ვიღა დაიჯერებს. ომარიკო, პრიუტში გიშვებ იცოდე. Yes. აჰა. ვასო შარვალი ჩახადეს, ანასტასია. რა მოხდა ბა ვინ ჩახადა შარვალი? ვინდა იმ ბიჭმა იცით რო დგას. თეკლა დაიმახსოვრე ის ბიჭის სახეზე. ძალიან მითხო მაგას მეცნო მასწავლი რა 4 ფოტო გადაუგროვე ყველა მხრიდან. ვასო როგორ ჩაგხადა შარვალი? მე რა ვიცი აბა თვალდახუჭული რამდენი ხანი გაძლეფო და რო დავხუჭე ჩამხადა. წადი მიდი ბესედკაში დასხედით თქვენ და თიკო რომ მოაქეთ გამოუშვით. დამეხმარეძალა არ გვაწყენს. всё ყველაფერი გავარკვია უკვე ამ ბიჭზე. ნინი ყიფშიც ყოფილია. 1 წლის წინ დაშორდნენ. ნინი ახლა ესპანეთში ცხოვრობს და მას კიდე ახალი შეყვარებული ყავს საბურთალოზე. ცნობათა ბიურო ხარ იმინა. შენ შეხადე წეღანი იმ ბავშვ შარვალი. ვა საქმის გასარჩევად მოვედით გოგოებო. საქმის გასარჩევად კი არა, ისეთი რაღაცები გავარკვია შენზე 15 წუთში. ლოცვა უნდა გქონდეს უკვე დაწყებული რომ Facebook-ში არ დაკიდო. ვა რა ხობა მაინც რა გაიგი. თინა თიმბერიძე, ეკა სალოკვაძე და ნადია დუბრინოვა. გეცნობა ხო ალბათ ეს სახელები და გვარები? ვახჩი. პოლიციიდან ხარ თუ? არა, გადანის მესამედან. ეხლა წახვალ და იმ ბავშვებს უყიდი სნიკერსებს და M&M's-ებს და კიდე 2 ლუთს. თეკლა ხუთალიო. დროზე. ბიჭო 10 ვაშლი ქონდა ანას 10 ვაშლი. როგორ გიჭირს ომარიკო ეს მათემატიკა რა უბედურებაა, კაცო. აჰა, წვიმაც დაიწყო უკვე. ხო, მათემატიკა ძალიან მიჭირს. სულ ვარ დავწეროთ. აბა დაჯექი ახლა მანდ. დედო, რა თხელი რვეული გაქვს ომარიკო რა არის ეს? 48 გვერდიანი იყო ეს, მაგრამ რო ვხევთ ხოლმე 14-ია მარტო დარჩენილი. აჰა, ეგეც აყიდელი გამიხდა ესე იგი. რა ვწერთ აბა გამახსენე? რას და ანის ქონდა 7 ვაშლი. 7 კი არა, 10 ვაშლი ქონდა, ბიჭო, 10 ვაშლი. ვაიმე დამებნელდა თვალებში. ანასტასია მოდი ცოტა ხანი დააწერინე რა. აბა მოვიდა პროფესიონალი, რა უნდა დავწეროთ? აი ეს. ანას აქვს 10 ვაშლი, სოფიკოს კი 80. რატომ? აჰა, გასაგებია. ლოგიკა უნდა მაგას უეჭველი. დაწერი, სოფიკო გორელია. გორელია. კაი, ეხლა ეს. გიორგის 12 რვეული აქვს. რამდენჯერ მეტი რვეული აქვს ლაშას, თუ მას 48 რვეული აქვს. რანაირად წერია? კი, ნამდვილად ცუდად წერია, შემდეგი. აუ თიკური გავს. ინგა მოდი რა ჩამენაცვლი. ამას ოღონდ ტელეფონი არ გააგდებინო ხელიდან. წაიკითხე მიდი რა არის შემდეგი. გელამ 50 ვაშლის ხე დარგო. დიმიტრიმ მასზე 20-ით მეტი, ხოლო ვაჟამ ორივეზე 10-ით მეტი. სულ რამდენი ვაშლის ხე დაურგავთ? მათ ჩვენ ერთი. დედა, გორელები ხო არ არიან, კაცო, ესენი? ტატუ გავიკეთი, ინგამ არ იცის ოღონდ. ანუ სამძიმრისთვის შავი კაბა დამჭირდება. ინგა აქ კუწავს. აუ ძალიან მომეწონა ეს და მაგდენი ვეღარ ვიფიქრე. თან ძალიან მაგრად ხატავენ ეგენი, სადაც მე გავიკეთი. გოგო, ვისთან გაიკეთი? აუ ეხლა მეც მომინდა. ტატუ სტუდია როა ზონა. ფალიაშვილის 36-ში. პროსტა რამდენიმე არიან მან და მე ლუკასთან დავიხატე. აუ მტკივნეული არ იყავ, ასე მგონია რომ ვერ გავუძლებ. აუ მეც ეგრე მეგონა და იმინა ვერაფერი ვერ ვიგრძენი. თან ისეთი ლამაზი სტუდია იყო, არტობა. სტუდია კი არა გოგო, ინგას როგორ უნდა უთხრა ახლა ეგ? აუ მომკლავს ხო? თან ვერც დავმალავ, იმინა მაჯაზე დავიხატე. გოგო, ბენდენ არა შემოიხვიო. რა ბენდენა გოგო, თეკლა გურგენიძე კი არ ვარ. აუ მაპატიეთ ეგ რა ძალიან განერვიულებული ვარ. всё წავედი სახში და იმინა პირდაპირ ვეთქვი ყველაფერს.
ინგა ხო იცი ახალგაზრდა თაობას ყველაფერი ესმის, შენც გაგიგებს. აი მოვიდა ანასტასიაც. ანასტასია დაჯექი მოდი, რაღაც უნდა გითხრა. მეც უნდა გითხრა რაღაცა. დაიცადე ჯერ მე მათქმევინა, თორე გამისკდება გული. მოკლედ ტატუ გავიკეთე. ტატუ დაიხატე მართლა? მიღადავები? ხო, მხარზე დავიხატე. მაგიტო ვიყავი წასული ფალიაშვილზე. მეც დავიხატე დღეს მან ტატუ. რა ქენი? და შე რა ქენი? კაი ხო, ბარი-ბარში ვართ. ეგრე მეც მინდა ახლა. აბა ეხა დაეტიე შენ მანდ. დედა, მაგ სტუდიაში აქვს საბავშვო კურსები, ზომარიკო, ბავშვებს ასწავლიან ტატუს ხატვას. მაია, აუ მინდა. ხო და ხვალ რომ მოხვალ მარიკოს ყველიდან წავიდეთ მანდ, გასწავლიან ყველაფერს. მე რა ვიცი, ცხენებს და 1000 რაღაცას ხატავ რეულში. ხო, თან მასწავლებელს სულ მოწონს ჩემი ნახატები, 2 წელი კედელზე ჩამოკიდა. ხო და ეხლა ტატუები ისწავლი. იცი რა შემოსავლიანი პროფესია, ინგა? თან მაგრა ასწორებს. აუ რა მაგარია, რო ვისწავლი ჩემ კლასელებს დავახატავ ყველას. არავის არაფერს არ დაახატავ მარიკო, ადრეა ჯერ. თან ყველა შენ კლასელს არ მოუხდება კაცო ეგ. რაღაცნაირი კლასელები ყავს რა. ჯემზია ბებო სურეკავ. ბებო როგორ ახარ? კარგად. იცი მე დედამ რომ უნდა მიმიყვანოს ტატუების ხატვაზე? ბებო. აუ გირაღად ბრახუნის ხმა იყო და ბებო ხმას აღარ იღებს. მარიკო, მიდი რა კვერცხი შემიწვი. რა კვერცხი შეგიწვას, გოგო, ხანძარი მინდა ეხლა სახლში, ძლივს ბორკა გავაკეთე. ადექი და შეიწვი. არცალია, ეროვნულზე ვამატებ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს. ხო გინდა რომ სტუდენტი შვილი გყავდეს? მინდა კი არა, უნდა მყავდეს. რეები ჩაწერე აბა ერთი მითხარი. რამე დებილობებს ჩაწერდა. რავი, პირველი ალტი ჩავწერი, მე რაღაცები მიწერია კიდე. ნეტა რამე გრანტი არ გაღებინა ანასტასია, ამ ხელაფულები რო არ ვიხადოთ. ვეცდები რო ავიღო, მაგრამ სექტემბრიდან მე თვითონ ვიმუშავებ და გადავიხდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცა სიტყვი ხოლმე გულში იმედი გაუჩნდება ადამიანს რა. გულში იმედი არ ვიცი, მაგრამ კვერცხს თუ არ შემიწვა, კუჩი რო წყლული გამიჩნდება, ნამდვილად ვიცი. დამაცადე ხო? მისმინე, ეგალტე სად არის, შორია აქედან? საბურთალოზეა ეგ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ამას უყურე ერთი. შენ რა იციო, მარიკო? მე ბევრი რამე ვიცი. აი მაგალითად ის რომ სალონში დაგვაგვიანდა. დედა გველოდება, მარიკო, შენი პარიკმახერი. წავედით. აუ სანამ წახოთ კვერცხი შემიწვით რა. ზებრას ამოაცალეს თვალი, რათა გადაეხადა ვალი. ეხლა თქვენ 3, 4. ვაი მიმღერით რა ბავშვი ბრაღა გახდა. აუ გვეცოდება მას. კაი კაცო რა გეცოდებათ, მეორე თვალი ხო დარჩა რა. ეგ იმიტომ დარჩა რომ ლომმა შეიწყალა. ვაი მე ბავშვი სიმღერას ხო ვერ შევცვლით არა? საერთოდ ზეიმი გავაუქმოთ ჯობია. ვინ თქვა ეს? თედო იყო მას. თედო მომბრძანდი აქ? აი შენურიანი ხელზე. თედო დორბლით მოიშორე. მას გეორგი ძმებს წევს. ეხლა მეც მოვა და დაგიმატებ. აბა გადაშალეთ დავალების რეულები, ჩამოვივლი შევამოწმებ. აუ დავალება რა გქონდა? ბეთჰოვენზე გქონდა მოსაძიებელი. ძალიან კარგი გოგო ხარ. აბა მარიკო შენი დავალება? არ მიწერია მას. მომიცი ხელი? აი შენ ზორიანი ხელზე. ტუტუცი ეს. მოხვედიო მარიკო, რა ნიშნები მიიღე აბა დღეს? არაფერი მიმიღია. მოდი აბა ხელი მაჩვენე. ხო, არის დღუები. ხო გითხარი. ვაიმე კროსვორდი გამაკეთებინეთ რა, გავიჭედე კაცო. აუ ძალიან მაგრამ მივაცება კროსვორდები. მიდი აბა გამოუშვი. ადამიანის ნაწილი კლასოზე. მაგრამ ამას არ შეძებდნენ. ყანყრეტო,
არა ეგ არ ჭდება. დედა ყრიმალები. აჰა, ჩაჯდა. ეხლა შემდეგი, ნამცხვარი ზვასოზე. ჯეი, ნამცხვარი უნდა გამოაცხო? რა ნამცხვარი ომარგო კროსვორდს ვავსებ? ზებრა? აჰა, ჩაჯდა. მაგრამ ეხლა კაცის სახელი უზანგი გამომივიდა. მანახება ერთი ორი გავაკეთო. ინ გაჭერის ქალაქში ქობუდეთი რა გიწერია? იმიტომ რომ გვერდზე კითხვაზე მან დ უნდა კაცო პირველ ასოში დუბლიონკა ზამთრის ჩასაცმელი. მანახე, ხორის საჭმელი. კატო იქნება მან სკოლაში ვისწავლეთ. ვა საღოლო მარიკო. მაგრამ მან დინგას ν უწერია. ეგრე ნატო გამოდის. აი მე აღარ მინდა რა მე თვითონ გავაკეთებ. ჟურნალისტი გრიგოლია. ვინ არის კაცო ჟურნალისტი გრიგოლია? ინგა გრიგოლია. დედა რამ ხელა გადასახადებია მოსული 160 ლარი. მესამე თამბობ უკვე მაგას მე რა გავაკეთო? რა და გამოაძრა ეგ ტელეფონი როტენი. ჯეი, მოვედი და ეს ქუთარი ვიდო კარებში. წყლის გადასახადია 10 ლარი. დედა 10 ლარის წყალი როგორ დავხარჯეთ, კაცო? როგორ და ომარიკო რო გამოდის ტუალეტიდან იმას ერთი ჩარეცხვა არ ყოფნის. 4 ჯერ უნდა ჩარეცხო. მინიმუმ. აუ, ჩემ რა გინდათ? რა გვინდა და 10 ლარი გაქვს დასადები. გაზეთ გადასახადი 90 ლარი რატომ მოვიდა? თელი თვე გათბობა არ ჩაგვიდავს და ადიელებით დავდივართ სახში. ჩემო თახში ჩავთავ ხოლმე ცოტა ხანი გათბობას ახლა. სიცივეში კი ვერ ვიცინებ. ჯეი, ნაკავშიც ფულს ვიხდით? ვიხდით კი 3 ლარს. ისევ არ ეხა გამწარებული საერთოდ არ გადავყრე იმ ნაგავს და იქ იქნება. ვაიმე, ომარიკო საწოლის ქვეშ რო გავაკეთებინე სათავსო. მან რო ჩავაწყო ნაგავი რა უჭირს ნეტა. აუ, ტელეფონი დამეჭდა პროსტა. ჯეი, გაკვეთილები მაქვს სასწავლი. ვაიმე, შუქი არა ანდოთ, ეხა ჭკუიდან არ შევიშალო. გოგოებო, ინფლუენსერი ვხდები? აუ, დაგვერხა. დამაც დირექტ ხარ ნორმალურად. დღესვე არ ვხდები რა. უბრალოდ ნათიაზე ნატალს გათამაშება როა ძალიან მაგარი მანქანის მაგაში ჩავერთე. რა მანქანა თამაშდება? Mitsubishi Outlander-ი. Instagram-ზე გათამაშება, ლინკს მოგწერ და ნახე მიდი. აუ, ხადაო, თიკო მიდი ჩვენს ვერთვებით გათამაშებაში. ვინც ამ გვერდს ყავს გამოწერილი ყველა უნდა დააფოლოვო და კომენტარებში დაწერო რამე. მესამე მწვანე გული დავწერი. გოგო ბაზარი რა ჩავერთი, მაგრამ ძალიან საინტერესოა თიკლა როგორ ხდება ინფლუენსერი. ავაზი არ ხართ ხო თქვენ არაფრის? მაგ მანქანას ხო მოვიგებ და მაგნერი მანქანით რო ვიღლი ინფლუენსერი ხარ აბა რა ხარ? ხო, აქამდე შეყვარებული სოპელით დადიოდი. კაიდო რო გახდები ცნობილი რა უნდა გააკეთო მერი? რავი, ბლოგებში ჩავწერ ხოლმე საინტერესოს, ძალიან მოეწონება ხალხს. კი, ძალიან მაგარი მოსასმენი იქნება რო იტყვი. გამარჯობა მეგობრებო, დღეს 37 შეყვარებულს დავშვიდი. აუ, შენ იღადავე და გუშინ უკვე ახალი გაიჩინა. გიგი. კიდე როგორც ხედავთ მომაკითხა უკვე აგერ. მოვდივარ გიგი. წავედი. როდესაც წრებს? ზოგჯერ გონია ხომ რომ ტყუპის ცალი ყავს და ორივე გვემეგობრება. ო, ეს მანქანა უნდა მოვიგო უეჭველი რა. ინგა, ой, შენ სამატყუარებს უყურებ. აი, ხალხი ზალა და თქვენი დედა. გოგო, რა კანონია ეს? ვერ მოვცილდი მთელი დღე ტელევიზორს. ღუპავენ ქვეყანას. მაგათ იქ ძალიან კიდიათ. თვითონ მილიონერები არიან და დადიან ყოველ დღე ევროპაში. ჩვენ ვიკითხოთ. აჰა, უყურე. ხუნდაძე, ჯაფარიძე, ყავრელაშვილი. თვითონ არ ავსებენ თურმე ქოლებრივ დეკლარაციებს და სხვებს თხოვენ ახლა. თურმე მაგ ყავრელაშვილს უნივერსიტეტის დიპლომიც არ ქონია. ო, შენ ეგათქვი. მაგნერების ხედა მე პარლამენტში. რა ვიცი, გენაცვალე მე რომ მიდოდა 400 ლარიანი სამსახური დამსაქმებელმა ოქროს მედალი ატესტატი და დიპლომი მომთხოვა ერთდროულად. არც მე არ ვისწავლი უნივერსიტეტში და გავიჩნდები მე სადმე მინისტრად. არ ესწავლე და დაიძინებ გარეთ, ქუჩაში. უყურეთ რამდენი სახლები და ნაკვეთები აქვთ და თავიანთ დოკუმენტებში ეტყუებიან თურმე. ეგ არის მე ჩემოლია, უნდა გამოვიდეს მეტი ხალხი აქციაზე, კაცო და ამოვიღოთ ცოტა ხმა. გუშინ ხო ვიყავი გასული, დღეს კიდე გავალ. მე თიკო და თეკლაც ვიყავით გუშინ გამოსულები. თეკლას იმინა სპრეიში ასხეს სახეში. პირველად შემეცოდა ეგრე. მაგიტო ქონდა შენ დილი ჩახლეჩილი ხმა. აი. ყველამ უნდა ვიყვიროთ. მე რუსეთში დამბრუნებელი არა ვარ, ჯოჯოხეთში.
როგორ შენს ლიადიდემ სახშიც მიტინგი მოაწყო? საღამოს ხო გავდივართ ისე რუსთაველზე? ძიამნერი მაკარონით ჩემი კლასელი გაიგუდა ლამის. რას ქვია ლამის გაიგუდაო, მარიკო? რადა როჭამდე თურმე ძალიან შეისწრუტა და გადაცდა. ძლივს გადაარჩინეს. რა უბედურებაა, კაცო, დამეკარგა ჭამისმა და ახლა. აუ, ის ანეკდოტი გამახსენდა. კაც მე მდინის პაკეტი შეჭამო, რომ ტუალეტში მაკრატლით შევიდაო. აუ, მე არ ვიცი, მოყევი. კაცი შეჭამს ბევრ პაკეტს და ტუალეტში შედის მაკრატლით. მეტი რა გამოვყვი? თუ იგი ლარჩზეა. რა იყო რეებსყობით, ვერ გავიგებ, ლუკმა ვერ შევჭამე, კაცო. ძახს არაჭამე მაკარონი? შია მე მგონი. რა მაკარონი ვაჭამეო, მარიკო, ძვირფას პედიგრი უყრია 12 ლარიანი. გუშინ გავსინჯე პედიგრი, სულ მაინტერესებდა როგორი იყო. რა იყო, რას მიყურებთ? რას გიყურებთ? მეც გასინჯული მაქვს. ხო და მოდი მაგაზინი ვილაპარაკებთ. დედა რა მოგწამლაო, მარიკო, ყველა მჭამეთ ეგ მაკარონი, ჰა? ყოველ კვირა იწამლება ეგ ბავშვი. ოჯახის ტრადიციაა უკვე. პედიგრის პარკია გახსნილი. შეკარი მერე, კაცო.